ეს სამი რეგიონი ბეჭი, თავად მხარი და კისრის ხერხემალი ისეთივე მეგობრები არიან, რომლებიც ჩხუბობენ და მერე ისევ მეგობრობენ. და მერე ისევ ჩხუბობენ და ისევ მეგობრობენ. ასევე ხშირია ბუსიტის შემდეგ, რომ შემდეგ გაჩნდეს პრობლემა სკაპულაზე, კისრის ხერხემალში. ეს იმიტომ, რომ ეს სამი რეგიონი, ნება-მომეც და დავხატო, გავაკეთო პატარა ლამაზი ნახატი, აქ არის ვიღაცის ზურგი, ეს თმა, ეს უარაგერიოთ, კარგი ხავხო. აქ არის მხარი. და აქ არის ბეჭი. ეს სამი რეგიონი. ბეჭი. თავად მხარი, ხო, რომელიც სინამდვილეში მხარი არის სახსრების კომპლექსი და კისრის ხერხემალი. ისინი იმათნაირები არიან, ისევე როგორც სამი მუშკეტერი, ისინი ყოველთვის ერთად დადიან. ისევე როგორც ის მეგობრები, რომლებიც ჩხუბობენ და მერე ისე მეგობრები ხდებიან და მერე ისევ ჩხუბობენ და ისე მეგობრები ხდებიან, ხო გესმის? მოკლედ, თუ დაიწყო წუწუნი და კიდე ბუსიტიც კი აჩვენა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დანარჩენი ორნიც უკვე ჩართულები იყვნენ ამ ბუსიტის პრობლემაში. ბუსიტზე ჩვენ სხვა ვიდეოებიც გვაქვს, ამ ახსე შეგიძლიათ მოგვიანებით მოძებნოთ. უბრალოდ აქვე YouTube-ზე მოძებნეთ დოქტორი ალექსანდრე ბუსიტი. ბუსიტი გამოწვეულია მექანიკური დისბალანსით და მასთან მუშაობა ჩვენთვის მარტივია. კარგი? ასე რომ ბუსიტი არის შედეგი დისბალანსისა, ან ბეჭის. ან კისრის მალების, ან ორივეს, ან თუნდაც სამივეს ერთდროულად. ის ფაქტი, რომ ბუსიტი მკურნალობდით, მე ვფიქრობ, მედიკამენტებით, ფიზიოთერაპიით, რომელიც მხოლოდ ტკივილის ადგილს უყურებს. ძალიან სავარაუდოა, რომ თქვენ გონიათ, რომ ბუსიტი მოაგვარეთ, მაგრამ პრობლემა რჩება, კონფლიქტი გრძელდება. და შემდეგ აქ აღარ ტკივათ. ვინ დაიწყო ახლა წუწუნი? ეს კისერი იყო. ეხლა, მოდით ასე სიმოვიქცეთ. თუ ერთმა უკვე იწუწუნა, მეორემაც უკვე იწუწუნა. ძალიან სავარაუდოა, რომ პრობლემა აქ ბეჭის არეშია. ეხლა კი ორ მარტივ და ადვილ ლარჯის შემოგთავაზებ, რომ პრობლემის მიზეზი მოაგვარო, ან მაინც გააუმჯობესო და შეძლო დაბრუნება. ამ სამ მუშკეტერს შორის მეგობრობა აღადგინო, ამ სამ მეგობარს, ამ სამ მეზობელს შორის. კარგი? პირველ ვარჯიშისთვის კედელი დაგჭირდება. მოდი ეს ფლიპჩარტი გადავწიო, აი ესე. დასაწყისში შეიძლება ცოტა რთული იყოს შენთვის, მაგრამ მინდა რომ ხელები კედელზე დადო, სასურველია მხრის სიმაღლეზე. ალექსანდრე, ჩემი ბუსიტი ისევ მაწუხებს, როცა ხელს აგვწევ. უფრო დაბლა დადე. მაგრამ იდეალურია თუ ხელებს მხრის სიმაღლემდე აიტანო. ამ პოზიციაში იდახვები გაშლილი უნდა გქონდეს, ორივე იდახვი გაშლილი, არ მოხარო იდახვები და გააკეთებ ასეთ მოძრაობას, აქ აი სხეულის წინ გადახრა და დაბრუნება. ამჩნევ, რომ მოძრაობა ზუსტად ბეჭებში ხდება. დასაწყისში ეს გაბიჭირდება. ბევრ ადამიანს აქვს ეს სირთულე. მაგრამ მთხოვ, რომ არ დანებდე. შემდეგ ყველაფერი მარტივი გახდება. ზუსტად ისე, როგორც ეხლა ჩემთვის არის მარტივი. ერთი რამ რაც შეიძლება დაგეხმაროს არის შეამოწმო ხომარ აკელე მხარს ძალიან ახლოს ყურთან, რადგან აქ მართვა ვერ შეძლებ მოძრაობას. მოადუნე როგორც კუ, როცა ბაკნიდან გამოდის. მხოლოდ მოდუნე მხრები და აქ ხედავ ბევრად უფრო თავისუფლად შეგიძლია მოძრაობა. ცადე ისე წახვიდე, რომ ბეჭები ერთმანეთს უკნიდან შეეხოს. და დაბრუნდი იქამდე სადამდე შეგიძლია. აი ესე. და ყურადღება მიაქცია, რომ იდახვი არ იძვრება. მოძრაობა მთლიანად ბეჭში ხდება. ჩემი სხეული მიდის წინ და უკან. შენ გააკეთებ ამ ვარჯიშს, მანამ სანამ ამ მოძრაობის თავისუფლებას არ იგრძნობ. იგრძენი, რომ თითქოს უფრო გაპოხილია. შენ უფრო უკეთ ამოძრავებ ბეჭებს, მხრის პირებს. კარგია? ალექსანდრე, მაგრამ მე რიცხვი მინდა. მინდა ვიცოდე, რამდენჯერ დავაკეთო. გააკეთე 30 ჯერ, ცდილობდე მაქსიმუმამდე მიიყვანო, დაბრუნდი მაქსიმუმამდე.
მაქსიმუმამდე მიიყვანე. დაბრუნდი მაქსიმუმამდე, თხოვთ, არიჩქაროთ. სხვა ვარჯიში, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ სკაპულის გასავარჯიშებლად, სკაპულაზე ორიენტირებული, ეს ვარჯიში სასწაულმოქმედი წამალია. იცით ის სასწაულმოქმედი წამალი, რომელიც ყველას აქვს. ზოგჯერ ეს ტაბლეტია, ზოგჯერ მალამო, ზოგჯერ კი ჩემი ერთ-ერთი პაციენტის საწმენდის საშუალებაც კი იყო, რომელიც ვეჯას იყენებდა. ვეჟა არ იყო, არა, ეს ზეთი იყო. ბურიტის ზეთი, რომელიც როგორც ამბობდა, სახსრის მოძრაობას აუნჯობესებდა. აი, ყველას აქვს ეს სასწაულმოქმედი წამალი. ეს ვარჯიში, რომელსაც ახლა გაჩვენეთ, სასწაულმოქმედი წამალია ბეჭისთვის და შესაბამისად იმ პრობლემებისთვის, რომლებიც ბეჭის გამო ჩნდება. ასევე დასაწყისში ცოტა რთული იქნება, მაგრამ არ დანებდე. დაბრუნდი აქ, კიდევ ერთხელ უყურე ვიდეოს, გააკეთე ჩემთან ერთად და შეძლებ ამ ვარჯიშის შესრულებას. ამ ვარჯიშში ჩვენ ვიმუშავებ კუნთზე, რომელსაც ქვია ქვესკაპულური კუნთი. ის მდებარეობს სკაპულის ქვეშ, სკაპულასა და ნეკნებს შორის. სკაპულასა და ნეკნებს შორის. ამ კუნთის პოვნის გზა ასეთია. აქ ხედავთ ხელსევს ზევით და თითების წვერებს ისე ატარებს, თითქოს სკაპულას ნეკნებისგან აშორებს. ორივე აქ არის სკაპულას მიხვებით და ნელ-ნელა შებიხართ. კარგი? დასახმარებლად შეგიძლიათ ეს ხელი აქ მხარზე დადოთ, ხედავთ ასე უფრო სწორად გამოდის. ხელი აქ ნეკნებზე დადეთ. შეიგზენით ბეჭი, სადეთ გამოყოთ. ფრთხილად იყავით, რადგან ეს შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს. აი ნახეთ რა მოძრაობასაც ვაკეთებ აქ, აი უკანი მაქვს. მოვა მომენტი, როცა დისკომფორტს იგრძნობთ. შეგიძლიათ ასვლა, შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ, მოძებნეთ ყველაზე მტკივნეული წერტილი. ჩემ შემთხვევაში აქ ზემოთ, აი საკმაოდ მტკივნეულია. იპოვეთ ეს მტკივნეული წერტილი, შეინარჩუნეთ მსუბუქი ზეწოლა, ტკივილი მინიმალური იყოს და თქვენ მოდუნებთ ზედა ხელს. აი. და შეინარჩუნეთ ეს ზეწოლა. ნახავ რომ ეს ტკივილი მომდევნო 30 სუსინის წამში შემცირდება. თუ შეძლებ 1 წუთის დაჭერას, ნახავ რომ თვითონ კუნთი უფრო მოდუნდება, უფრო რბილი გახდება შენს ხევქვეში. შეგიძლია იპოვო და იმუშაო მაქსიმუმ 3 ასეთ უფრო გრძნობიარე წერტილზე. კარგი? ალექსანდრე, აქ ტკივილი გაქრა. მოიძიე კიდევ ერთხელ. სცადე ოდნავ მაღლა ასვა, ან ოდნავ დაბლა ჩამოსვა. იპოვი სხვა წერტილს. შეინარჩუნე ზეწოლა, სცადე მოდუნო ხელი, რომელიც ზემოთ გავს და დაელოდე. სანამ ტკივილი შემცირდება და კუნთი უფრო მოდუნებული, უფრო რბილი გახდება. ალექსანდრე, მე ვერ ვახერხებ თითების წვერით გაკეთებას. ან თუ ფრჩხილი დიდი მაქვს მტკენს. შეგიძლია თუ მეტი მოქნილობა გაქვს, ცერით გააკეთო. ნახე როგორ შეიძლება აქ გაკეთება. აი ეს. ცერი. ასე ჩანს კამერაზე, ერიკო. ცევი, ნელ-ნელა აჭერ, სანამ ტკივნეულ წერტილს არ იპოვ. და უბრალოდ მოდუნდი. ეს იგივე პროცედურა. შენ თვითონ ნახავ, როგორ ჯობია შენთვის გაკეთება. 2 ან 3 მგრძნობიარე წერტილი ბეჭქვეშა კუნთში. როცა ამ ვარჯიშებს დაასრულებ, დაინახავ რომ შენი ხელი ბევრად უფრო მსუბუქი იქნება. შეგიძლია ერთი ხელი მეორეს შეადარო, ხომ ხედავ, თითქოს უფრო თავისუფალი ხდება. შენ ნაკლებ ძალას იყენებ მოძრაობისთვის და სწორედ ეს გვინდა ჩვენ. და შენ ნახავ რომ ისრის არეში ტკივილი აღარ გაქვს. თუ გაქვს კითხვები, დატოვე კომენტარებში. თუ ვინმეზე იფიქრე, ვინც ამ ტკივილებს განიცდის, დაუგზავნე ეს ვიდეო იმ ადამიანს, თუ არ იცნობ ესეთ ადამიანს, დააწყაპუნე მოწონებაზე, რომ YouTube-მა ეს ვიდეო მეტ ადამიანს აჩვენოს, ან თავად გაუგზავნე ოჯახურ ჯგუფში, სამსახური ჯგუფში, მეგობრების, ფეხბურთის ჯგუფში, არ ვიცი, ბინგოს ჯგუფში, თუ ჩემს ასაკთან ახლოს ხარ. აქ დავასრულებ, დიდი მოკითხვა და შეხვედრამდე.